ბათუმში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ კაფეში მამაკაცი ჩაცხრილეს, მას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. რა მოხდა ადგილზე, ახლა გვერდება ჩვენი ჟურნალისტი თამარ თედიაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება აი ამ შემთხვევის შესახებ. თამარ, გისმენთ, რა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია მიაწოდო ჩვენს მაყურებელს? დიახ, თამარ, დაახლოებით 1 საათის წინ იყო სროლა ბათუმის ცენტრალურ ბულვართან ახლოს. ჩემს უკან არის კადრში სწორედ ის რესტორანი, სადაც მამაკაცი ჩაცხრილეს. რესტორანი გრილი და გავრცელებული ინფორმაციით მოტოციკლით ჩამოიარა ადამიანმა, რომელმაც გასროლა მოახდინა სწორედ რესტორნის მინების მიმართულებით და იქ მჯდარი მამაკაცი მოკლა. 5 ტყვია აქვს ზურგის არეში მოხვედრილი, როგორც გავრცელებულია ინფორმაცია ამ მამაკაცს. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქე და ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო 1 წლის განმავლობაში. სწორედ ამ რესტორანში უკვე მეორე მკვლელობა, ეს ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე მუშაობენ როგორც ექსპერტ კრიმინალისტები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თუ შეხედავს ჩვენი მაყურებელი, ამ წუთებში მიმდინარეობს სწორედ ეს სამუშაოები და ექსპერტიზაზე ცხედარი ჯერჯერობით არ არის გადასვენებული, ჯერ კიდევ ახლა უნდა გამოიყვანონ ცხედარი. ჩვენ ლენტის მიღმა ვართ. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე აღძრულია 100 და 236 მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. ეს ტერიტორია არის ცენტრალური ბულვარის შესასვლელი ტერიტორია და დღისით მზისით დაახლოებით 1 საათის წინ, როგორც უკვე მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა, იყო მრავალჯერ 5-ზე მეტჯერ გასროლა ამ რესტორნის მიმართულებით და როგორც გითხარით, მოკლულია ერთი მამაკაცი, ის არის უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქე. ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები, ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ ადგილზე, აქვე არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, სხვა პირები, ვინც რესტორანში იმყოფებოდა, დაშავებული არ არის. ჩვენი მაყურებელი ხედავს ალბათ კადრებში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ზუსტად ეს ფაქტი იმ მომენტში არის ასახული, როცა უკვე გასროლა მოხდა. თამარ, შენ პრინციპში თქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან განიცდის და ნერვიულობს ახლა, იმიტომ რომ საკმაოდ ხალხმრავალი ადგილია. იყო როგორც შენ თქვი 5-ზე მეტი გასროლა. იმ კადრებში ვხედავთ, რომ ის მინებიც არის ჩალეწილი, იმ კაფეს ვიტრინები ალბათ სადაც მოხდა ეს ამბავი და არავინ არ არის დაშავებული. ჩვენ შეგვიძლია ეს დადასტურებულად ვთქვათ, ხო, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ან შემთხვევით გამვლელი. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ჩვენ არ აგვაქვს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, არც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი შესახებ, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუდასტურებია, რომ სხვა პირი არის დაშავებული. დანამდვილებით, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ეს, რომ ერთი პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი არის გარდაცვლილი, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.